დღეს მსოფლიოში იშვიათი მიწების მოპოვების 60% ჩინეთზე მოდის. თუმცა რაც უფრო წინ მივდივართ წარმოების ჯაჭვში, ეს უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. მაგალითად, როცა საქმე მინერალების გამოყოფას, გადამუშავებასა და მაგნიტების დამზადებას ეხება, ჩინეთი გლობალური ბაზრის 92% აკონტროლებს. მათ არამხოლოდ ნედლეული აქვთ, არამედ ფლობენ ტექნოლოგიას, რომლითაც ამ ნედლეულს მზა პროდუქტად აქცევენ. ფაქტობრივად ჩინეთმა მოახერხა მთელი მიწოდების ჯაჭვის ხელში ჩაგდება. დონალდ ტრამპი კარგად აცნობიერებს ამ კრიტიკულ სისუსტეს და მის გამოსწორებას ჯერ კიდევ გრენლანდიის ყიდვის იდეითა და უკრაინასთან მინერალების შესახებ მოლაპარაკებებით ცდილობდა. ამ ძვირფას რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა ტრამპისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამ საკითხში მხოლოდ იშვიათი მინერალების არსებობა არაა გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომის ტერიტორიის არსებობაც. სწორედ ამით აიხსნება მისი დაჟინებული მოთხოვნა, რომ უკრაინის დახმარება მინერალების შესახებ ხელშეკრულებით იყოს გამყარებული. მისი ლოგიკა მარტივია. ამერიკამ გაწეული ძალისხმევის სანაცვლოდ კონკრეტული სარგებელი უნდა მიიღოს. ეს სარგებელი კი სწორედ იშვიათი მიწის ელემენტებია, რომელთა დიდი მარაგებიც უკრაინას გააჩნია. ისტორიის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთს სუფთა გარემო და იაფი პროდუქტები სურდა, რის გამოც ბინძური საქმე ჩინეთს გადაულოცა. პეკინმა კი ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ეს ინდუსტრია 21 საუკუნეს უმთავრეს პოლიტიკურ იარაღად აქცია.